ეს არის აკრძალული კანონი, რომელსაც ელიტა იყენებდა ყველაფრის მისაღებად და თქვენ გაჭედვაში ყავდათ. ისინი ამას სკოლაში არ ასწავლია. არ სურთ, რომ იცოდეთ, მაგრამ დღეს მე ამას ვამხელ. აი, შოკის მომგვრელი სიმართლე. ადამიანების 92 ვერასდროს მიიღებს იმას, რაც სურს, რადგან მოტყუებით აკეთეს საპირისპირო იმისა, რაც რეალურად მუშაობს. რაც უფრო მეტს მისდევ, მით უფრო გარბის ის შენგან. რაც უფრო მეტად ეცდები, მით უფრო სწრაფად გშორდება წარმატება. მაგრამ არასდროს ყოფილა განზრახული, რომ ისეთი რამისკენ სდევნო, რაზეც მთელი ცხოვრება გატყუებდნენ. გითხრეს, რომ თუ 24/7 არ იშრომებ, ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, რაც იმ რწმენას გამოხატავს, რომ დაუნდობლად უნდა მისდიო წარმატებას, თორემ წარუმატებლობას განიცდი. მაგრამ რა მოხდება, თუ სწორედ ეს აზროვნება გიშლით ხელს ახლა? ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ დიდრდებიან მილიარდერები? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას უჭირს, ისინი ესმით ეს კანონი. დაფიქრდით სტივ ჯობსზე, უორენ ბაფეტზე, თუნდაც უძველეს ფილოსოფოსებზე, როგორიცაა ლაო ძი. ყველამ გამოიყენა ეს ამის გაცნობიერების გარეშე. და როდესაც მის გამოყენებას დაიწყებთ, თქვენი მთელი რეალობა ისევე შეიცვლება, როგორც მათთვის. დაფიქრდით. ყოველ ჯერზე, როცა სასოწარკვეთილად ეძებდით რაღაცას, ის ქრებოდა, არა? სამსახური, რომელზეც ასე ძალიან ოცნებობდით, სხვა იღებდა მას. ადამიანი, რომლის შთაბეჭდილების მოხდენისთვისაც ასე იბრძოდით, ის გაქრა. ის ფინანსური მიზანი, რომლითაც შეპყრობილი იყავით, ყოველთვის მიუცდომელი ჩანდა, მაგრამ რა მოხდა იმ მომენტში, როდესაც შეწყვიტეთ ზრუნვა? როდესაც შეწყვიტეთ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, მათ მოულოდნელად შეგამჩნიეს. როდესაც შეწყვიტეთ ფულზე ფიქრი, ის არსაიდან გამოჩნდა. ეს არ არის სიღბალი. ეს არ არის დამთხვევა. ეს არის უკუღმა კანონი, რომელიც მოქმედებს და ის მთელ თქვენს ცხოვრებას მართავს. თქვენი გონება გატყუებთ. ის სძულს გაურკვევლობას, ამიტომ გაიძულებთ, სასოწარკვეთილად ეძიოთ. მაგრამ სასოწარკვეთა ყველაფერს აშორებს, რასაც გსურთ. სასოწარკვეთა ყვირის, მე არ მაქვს საკმარისი და სამყარო გისმენთ. ამიტომაც იზიდავენ მდიდრები ძალისხმევის გარეშე სიმდიდრეს. ამიტომაც იზიდავენ თავდაჯერებული ადამიანები აღფრთოვანებას მცდელობის გარეშე, რადგან ისინი არ მისდევენ საკუთარ არსებას. გაიცანით ჰენრი მხატვარი, რომელმაც ეს 15 წლის განმავლობაში რთული გზით ისწავლა. ის გალერეებს ევედრებოდა, რომ ყურადღება მიექციათ. ის იშრომებდა, მისდევდა, აიძულებდა. და რა მოუტანა ამა? აბსოლუტურად არაფერი, სანამ იმ დღეს არ შეწყვიტა მოწონების თხოვნა. სანამ ფუნჯს არ აიღებდა და არ ხატავდა, რადგან უყვარდა და არა იმიტომ, რომ დადასტურება სჭირდებოდა. მოულოდნელად გალერეები მისდევდნენ. კოლექციონერებს მისი ნამუშევრები სურდათ. მის ნახატებს მთელ მსოფლიოში მოთხოვნა ჰქონდათ. ჰენრიმ შეწყვიტა წარმატების დევნა და წარმატება მისდევდა მას. ახლავე გაიგეთ ეს, სამყარო არ აჯილდოებს სასოწარკვეთას. ის აჯილდოებს დარწმუნებულობას. ის არ რეაგირებს იმაზე, რასაც მისდევ. ის რეაგირებს იმაზე, თუ ვინ ხარ. ეძიე ფული და ყოველთვის იგრძნობთ გაკოტრებას. ეძიე დადასტურება და ვერასდროს იგრძნობთ თავს საკმარისად კარგად. ეძიე წარმატება და ის ყოველთვის გაგისწრებს. მაგრამ როდესაც წარმატებას მიაღწევ, წარმატება ძალისხმევის გარეშე მოვა. ასე რომ, გითხეთ საკუთარ თავს, რა მოხდებოდა, თუ შევწყვეტდი დევნას? კვლავ გააგრძელებდით თქვენი ოცნებების დევნას სასოწარკვეთის გარეშე? შეიყვარებდით საკუთარ თავს, მაშინაც კი, თუ არავინ გიყურებდათ? ააშენებდით თქვენს ხედვას მაშინაც კი, თუ დაუყოვნებელი ჯილდოს გარეშე? თუ თქვენი პასუხი დადებითია, გილოცავთ, თქვენ ახლახანს შეხვედით რეალურ ძალაუფლებაში. აი, რას უნდა გააკეთოთ შემდეგ? პირველი ნაბიჯი, განსაზღვრეთ, რას მისდევთ სასოწარკვეთილად, რადგან ეს ხელს უშლის თქვენს წარმატებას. მეორე ნაბიჯი, განეშორეთ შედეგებს. თქვენი ენერგია იზიდავს იმას, ვინც ხართ და არა იმას, რასაც მისდევთ. მესამე ნაბიჯი, შეცვალეთ თქვენი აზროვნება. იმოქმედეთ ისე, თითქოს ეს უკვე თქვენია და დააკვირდით, რამდენად სწრაფად რეაგირებს სამყარო. როგორც კი შეწყვეთ წარმატების დევნას, ის შეწყვეტ სირბილს და დაიწყებს თქვენს დევნას. ეს არ არის მოტივაციური სისულელე. ეს უნივერსალური კანონია და დროა, დაიწყოთ მისი გამოყენება. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ აძლევენ ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს მათ. ისინი არასდროს იშრომებენ. არასოდეს იდევნონ, არასდროს იჩქარონ. ისინი ძალისხმევის გარეშე იზიდავენ წარმატებას. ფული მათკენ მიედინება. ხალხი მათკენ იზიდავს.
შესაძლებლობები პირდაპირ მათ კალთაში ეცემა. ამასობაში თქვენ აქ იკლავთ თავს, იშრომებთ, ცდილობთ, მისდევთ და არსად მიდიხართ. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან ის, რაც თქვენ არ იცით. მათ აითვისეს მაგნიტური ცვლა, ძალისხმევის გარეშე წარმატების საიდუმლო. აი, სასტიკი სიმართლე. თქვენ ხაფანგში ხართ დევნის რეჟიმში. გონია, რომ უბრალოდ მეტი ფულის შოვნა შემეძლო, სწორი ადამიანის პოვნა, ერთი შანსის დაჭერა. მაგრამ სწორედ ასეთი აზროვნებაა მიზეზი, რის გამოც არაფერი გაქვს. როცა გრძნობ, რომ რაღაც გაკლია, სამყაროს უგზავნი შეთხობინებას, რომ სასოწარკვეთილი ვარ. ეს არ მაქვს. და იცი რა? სამყარო ზუსტად მეც გაძლევს. ეს ნაკლებობა, ბრძოლა და სასოწარკვეთა. შეხედე ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ. ისინი არც უფრო ჭკვიანები არიან, არც უფრო იღბლიანები. ისინი ნამდვილად არ მუშაობენ შენზე მეც. მაშ რა განსხვავებაა? მათი ენერგია, ისინი დარწმუნებულები არიან და არა სასოწარკვეთილებით. ისინი არ იღვიძებენ წარმატებისკენ სწრაფვით. ისინი იღვიძებენ წარმატების შეგრძნებით. ისინი ფულს არ ითხოვენ. ისინი ისე მოძრაობენ, თითქოს უკვე მდიდრები არიან. ისინი არ აიძულებენ ურთიერთობებს. ისინი ისე იქცევიან, თითქოს უკვე უყვართ. მათი ენერგია ხმამაღლა და ნათლად ამბობს. მე ეს უკვე მაქვს. და სამყარო შესაბამისად პასუხობს იმის მიწოდებით, რასაც ისინი უკვე გრძნობენ. ამიტომ მდიდრები ყოველთვის მდიდრდებიან. სწორედ ამიტომ იფხრობენ თავდაჯერებული ადამიანები ყურადღებას ძალისხმევის გარეშე. და ზუსტად ამიტომ, როგორც კი რაღაცის დევნას შეწყვეთ, ის შენკენ მოდის. გაიცანით ჯეიმსი. ჯეიმსი წლებს ატარებდა ფულის დევნაში. ის ყველა წიგნს კითხულობდა, დღეში 16 საათს მუშაობდა. ყველაზე მეც შრომობდა და გაკოტრებული იყო, სანამ ერთ დღეს ერთ მარტივ ცვლილებას არ განახორციელებდა. მან შეწყვიტა ფულის დევნა. ამის ნაცვლად ის სიმდიდრე გახდა. ყოველ დილით ჯეიმსი მშვიდად იჯდა და თავს სიმდიდრედ გრძნობდა. ის არც არ მოიდგენდა. ის განსახიერებდა, განსხვავებულად დადიოდა, განსხვავებულად საუბრობდა, ცხოვრებით ისე მოძრაობდა, თითქოს არაფერი სჭირდებოდა. რამდენიმე თვეში კლიენტები გამოჩნდნენ. ინვესტორებმა მის კარზე დააკაკუნეს. მისი საბანკო ანგარიში აფეთქდა. რატომ? იმიტომ, რომ ჯეიმსმა შეწყვიტა სიმდიდრის დევნა და მის მიმართ მაგნიტური გახდა. ეს არ არის სიღბალი. ეს არ არის მაგია. ეს არის სამყარო, რომელიც რეაგირებს დარწმუნებულობაზე და არა სასოწარკვეთაზე. ასე რომ, ახლავე გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს, მე წარმატებას ველი თუ მე მას განვასახიერებ? იმიტომ, რომ ეს ერთი ცვლილება ხობს მათ, ვინც იბრძვის მათგან, ვინც ძალისხმევის გარეშე იზიდავს ყველაფერს. აი, როგორ უნდა გაააქტიუროთ მაგნიტური ცვლილება დღეს. პირველი ნაბიჯი, რაც მინდა, რადგან უკვე გავაკეთე. შეწყვიტეთ საჭიროების პოზიციიდან მოქმედება. იმოძრავეთ ცხოვრებაში ისე, თითქოს თქვენი მიზნები უკვე თქვენია. მეორე ნაბიჯი, გამოიყენეთ ტექნიკა, უკვე გაქვთ ეს. ყოველ დილით დაჯექით. დახუჭეთ თვალები და განასახიერეთ თქვენი მიზანი. იგრძენით ის, გახდით ის. მიეცით თქვენს ენერგიას საშუალება მთლიანად შეიცვალოს. მესამე ნაბიჯი, მუდმივად შეამოწმეთ თქვენი ენერგია. მოძრაობთ თავდაჯერებულობითა და დარწმუნებით. თუ სასოწარკვეთილი ხართ და ისევ მისდევთ. ყოველ ჯერზე, როდესაც სასოწარკვეთას გრძნობთ, ის უკან იხევს, მყისიერად გადაინაცვლეთ დარწმუნებულობისკენ, რადგან იმ წამს, როდესაც შეწყვეთ ყველაფრის დევნას, რაც გსურთ, ის დაიწყებს თქვენს დევნას. თუ თქვენი ცხოვრება ისეთი არ არის, როგორიც გსურთ, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ საკმარისად არ იშრომებთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი იდენტობა განადგურებთ. აი, სიმართლე, რომელზეც არავინ საუბრობს. თქვენი ქვეცნობიერი გონება აკონტროლებს თქვენი რეალობის 95 კი-ს, თქვენს შეხედულებებს, თქვენს ჩვევებს, თქვენს ავტომატურ აზრებს. ყველაფერი, რასაც განიცდით, იმის პირდაპირი ანარეგლია, თუ ვინ ხართ და სასტიკი სიმართლე. ადამიანების უმეტესობის იდენტობა არც კი არის მათი. თქვენი იდენტობა თქვენში დაპროგრამებულია ბავშვობის გამოცდილებით, წარუმატებლობითა და უარყოფით. მშობლების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მიერ გაწეული შემზღუდავი შეხედულებებით. თქვენ არ აგირჩევიათ ეს, მაგრამ ცხოვრობთ ამით და სანამ არ გადაწერთ, იგივე ძველ ნიმუშებს გაიმეორებთ. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ შოულობენ ზოგიერთი ადამიანი მეტ ფულს, მაგრამ მაინც გაკოტრდებიან? რატომ პოულობენ სხვები საბოლოოდ სიყვარულს, მაგრამ მაინც ანგრევენ მას?
ან რატომ რამდენი წარმატებისკენაც არ უნდა ისწრაფოდნენ, არასდროს გრძნობენ თავს საკმარისად კარგად. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ჩაკეტილები არიან ქვეცნობიერ იდენტობაში. ისინი არასდროს ირჩევენ. თქვენი ქვეცნობიერი გონება თერმოსტატს ჰგავს. თუ ყველაფერი ბრძოლას აპირებს, ყოველთვის იპოვი იქ დაბრუნების გზას. თუ გულის სიღრმეში გჯერა, რომ გაკოტრებული ხარ, ყოველჯერზე ფულს დაკარგავ, როცა წარმატებას მიაღწევ. თუ გჯერა, რომ არ იმსახურებ სიყვარულს, ყველა კარგ ურთიერთობას დაანგრევ. თუ საშუალოს გჯერა, ვერასდროს მიაღწევ დიდებას, რაც არ უნდა იშრომო, რადგან შენი ქვეცნობიერი ყოველთვის საწყის დონემდე გიბიძგებს. და სწორედ ამიტომ ნებისყოფა არასდროს გრძელდება. შეგიძლია იშრომო, შეგიძლია ყველაზე მეტად იბრძოლო, მაგრამ თუ შენი ქვეცნობიერი იდენტობა არ ემთხვევა შენს მიზნებს, ყოველჯერზე თვით საბოტაჟს ჩადიხარ. გაიცანით ოლივია, ის თვლიდა, რომ ფულის შოვნა რთული იყო. ის იშრომებდა. ის დაუღალავად მუშაობდა. ის ყველა შესაძლებლობას მისდევდა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, რაღაც ყოველთვის არასწორად მიდიოდა. მოულოდნელი გადასახადები, ცუდი ინვესტიციები, მოტივაციის დაკარგვა. ის არ მარცხდებოდა იმიტომ, რომ საკმარისად არ მუშაობდა. ის მარცხდებოდა იმიტომ, რომ მისი იდენტობა ბრძოლისთვის იყო შექმნილი. შემდეგ ოლივია გაიღვიძა და ყველაფერი შეცვალა. მან შეწყვიტა სტრატეგიების დევნა და დაიწყო საკუთარი იდენტობის რეპროგრამირება. ფული ადვილად მიედინება ჩემთვის სიმდიდრე ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. წარმატების მისაღწევად ბრძოლა არ მჭირდება. ერთ წელიწადში ოლივიას მთელი ცხოვრება შეიცვალა. ის გადარჩენის რეჟიმიდან აყვავებულ ბიზნესზე გადავიდა, ფინანსურად თავისუფალი გახდა, არა უფრო მეტი შრომით, არამედ იმით, თუ ვინ იყო, როგორც თავად თვლიდა. ახლა თქვენ იმ ისტორიით ცხოვრობთ, რომელიც თქვენმა ქვეცნობიერმა დაგიწერათ. და თუ მას არ გადაწერთ, სამუდამოდ იცხოვრებთ, ზუსტად ასე გათავისუფლდებით. ნაბიჯი პირველი. გამოავლინეთ თქვენი იდენტობის ბლოკები. თავად ჩაწერეთ თქვენი ღრმა შეხედულებები ფულთან, წარმატებასთან, ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ მასწავლა ეს? თუ ეს რწმენა თქვენ არ აირჩიეთ, დროა გაანადგუროთ. ნაბიჯი მეორე, შექმენით თქვენი ახალი იდენტობა. დაივიწყეთ ჩვევები. ჩვევები მიჰყევით იდენტობას. ამის ნაცვლად, ნათლად ჰკითხეთ საკუთარ თავს. ვინ არის ჩემი ის ვერსია, რომელსაც უკვე აქვს ყველაფერი, რაც მსურს? როგორ ფიქრობენ ისინი? როგორ საუბრობენ? როგორ მოძრაობენ ცხოვრებაში? ახლა სრულად განასახიერეთ ეს იდენტობა. ნუ გააყალბებთ მას, ნუ მოჩვენებით, სრულად გახდით ის, რადგან წარმატება ჯერ არ მოდის. ჯერ თქვენ უნდა გახდეთ ადამიანი. მესამე ნაბიჯი, გადააპროგრამეთ თქვენი შინაგანი ხმა. თქვენი ქვეცნობიერი ისმენს თქვენს მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვას. თუ გამუდმებით ეტყვით საკუთარ თავს, რომ მე ყოველთვის გაკოტრებული ვარ, ურთიერთობები არასდროს მუშაობს ჩემთვის, უბრალოდ უიღბლო ვარ, მაშინ ზუსტად ამას მიიღებთ. ამის ნაცვლად, დაიწყეთ იდენტობის განცხადებების დადასტურება. მე ფულს ძალისხმევის გარეშე ვიზიდავ. მე ნამდვილი სიყვარულის ღირსი ვარ. ყველაფერი, რაც მინდა, უკვე ჩემია. გაიმეორეთ ისინი მანამ, სანამ თქვენი ქვეცნობიერი არ მიიღებს მათ, როგორც თქვენს ახალ რეალობას, რადგან როგორც კი თქვენი იდენტობა შეიცვლება, გარე სამყაროც უნდა მიხვეს. აი, თქვენი 48 საათიანი გამოწვევა. მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოიქეცით ისე, თითქოს უკვე ხართ ის ადამიანი, ვინც გსურთ გახდეთ. ჩაიცვით მათ მსგავსად, ილაპარაკეთ მათ მსგავსად, იმოძრავეთ სამყაროში მათ მსგავსად, რადგან როგორც კი თქვენი ქვეცნობიერი მიიღებს თქვენს ახალ იდენტობას, თქვენი მთელი რეალობა შეიცვლება მას შესატყვისად. ეს არ არის თეორია, ეს არ არის მოტივაცია. ასე გათავისუფლდებით ამ ციკლიდან. ასე წერთ მთელ თქვენს ისტორიას. ასე ხდებით შეუჩერებელი. ტყუილი მოგყიდეს. გეუბნებიან, რომ წარმატება მიზნების დასახვა, ვიზუალიზაცია, შრომა და ოცნებების ასრულების მოლოდინია. მაგრამ აი, ნამდვილი სიმართლე. არავინ აღიარებს, რომ არ იზიდავ იმას, რაც გინდა. შენ იზიდავ იმას, რაც გჯერა, რომ უკვე ხარ. ეს არის ვარაუდის კანონი. ნევილ გოდარის დაფარული საიდუმლო. ეს ყველაფერს ცვლის, რადგან როგორც კი ამას გაიგებ, აღარასდროს დაედევნები. წარმატება გამოგდევნის. აი, რატომ არ მოქმედებს მიზიდულობის კანონი და რატომ არავინ გეუბნება ამას? პოზიტიური აზროვნება უსარგებლოა. თუ გულის სიღრმეში კვლავ გრძნობ თავს გაკოტრებულად, უღირსად ან უღირსად, შეგიძლია სიმდიდრის ვიზუალიზაცია.
მაგრამ თუ შენი ძირითადი ვარაუდია, რომ ღარიბი ხარ, ფული შორს რჩება. შეგიძლია დაადასტურო სიყვარული, მაგრამ თუ შენი ღრმა რწმენა გეუბნება, რომ არ ხარ საყვარელი, ურთიერთობები ინგრევა. შეგიძლია თქვა ყველა წარმატების მანტრა, რაც გინდა, მაგრამ თუ შენი შინაგანი მე თაღლითობას ჰგავს, ყველა შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებ, რადგან რეალობა არ პასუხობს შენს სიტყვებს. ის პასუხობს იმას, თუ ვინ ხარ და ვინ ხარ. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვარაუდობ საკუთარ თავზე. მოდით დავამტკიცოთ ეს. ახლავე დახუჭეთ თვალები. დაფიქრდით თქვენს უდიდეს მიზანზე. იგრძენით სტრესი, ზეწოლა, შიში იმისა, რომ ჯერ არ გაქვთ ის. ახლა ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ის უკვე თქვენია. იგრძენით ეს ცვლილება, ეს არის საიდუმლო. როგორც კი შეწყვეთ დევნას, მის მიმართ მაგნიტური ხდებით. გაიცანით დენიელი. დენიელმა წლები გაატარა სიმდიდრის ვიზუალიზაციაში და ყველაფრის კეთებაში, რასაც ექსპერტები ურჩევდნენ. მაგრამ არაფერი შეცვლილა. ის კვლავ გაკოტრებული, დაღლილი და ჩარჩენილი იყო, სანამ ვარაუდის კანონს არ აღმოაჩენდა. დენიელმა შეწყვიტა სიმდიდრის დევნა და დაიწყო მისი ვარაუდი. მან შეწყვიტა ფიქრი, რომ უნდა გაუნდიდრდე და დაიწყო ცხოვრება ისე, თითქოს უკვე მდიდარი ვარ. მან შეწყვიტა სასოწარკვეთილი შრომა და დაიწყო დარწმუნებით მოქმედება. მან შეწყვიტა ისეთი ადამიანის ქცევა, რომელსაც წარმატების იმედი ჰქონდა და დაიწყო ისე მოქცევა, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას რამდენიმე თვეში. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. კლიენტები ძალისხმევის გარეშე გამოჩნდნენ. ფული სწრაფად მოედინებოდა. მან ერთ წელიწადში მეტი გამოიმუშავა, ვიდრე წინა 10 წელიწადში ერთად, არა იმიტომ, რომ უფრო მეტად იშრომა, არამედ იმიტომ, რომ საბოლოოდ შეიცვალა თავისი ვინაობა. აი, რატომ მუშაობს ეს და რატომ არის ის ასეთი ძლიერი. რეალობა სარკეა. ადამიანების უმეტესობა სარკეს უყურებს და ელოდება, როდის შეიცვლება მათი ანარეკლი, მაგრამ ეს სიგიჟეა. სარკე არასდროს მოძრაობს. ჯერ შენ მოძრაობ. შენი რეალობა მხოლოდ იმას ასახავს, რასაც შენ ჭეშმარიტად თვლი. როგორც კი შენს ვარაუდს შეცვლი, რეალობაც მყისიერად უნდა მოჰყვეს. როგორ გამოვიყენოთ ვარაუდის კანონი მყისიერად თქვენს ცხოვრებაში? პირველი ნაბიჯი, გამოაშკარავეთ თქვენი ამჟამინდელი ვარაუდები. შეხედეთ თქვენს ცხოვრებას ახლავე. ყველაფერი, რაც გაქვთ ან არ გაქვთ, პირდაპირი ასახვაა იმისა, რაც თქვენთვის ნორმალურად მიგაჩნიათ. იყავით სასტიკად გულწრფელი. ფიქრობთ, რომ ფულის შოვნა მარტივია თუ ეს ბრძოლაა. ფიქრობთ, რომ წარმატება გარდაუვალია თუ ის, რისთვისაც უნდა იბრძოლოთ. ფიქრობთ, რომ ღირსი ხართ თუ მოწონება უნდა დაიმსახუროთ. იმიტომ, რომ რასაც ღრმად თვლით, თქვენი რეალობა ხდება. მეორე ნაბიჯი, გადაწერეთ თქვენი ვარაუდები. დაუყოვნებლივ შექმნით ახალი იდენტობა, რომელიც შეესაბამება თქვენთვის სასურველ ცხოვრებას. ახლავე. ვკითხეთ საკუთარ თავს, თუ უკვე მქონოდა ის, რაც მსურს, როგორ ვიფიქრებდი, ვიგრძნობდი და ვიმოქმედებდი. შემდეგ კი სრულად განასახიერეთ ეს. შეწყვიტეთ ფიქრი, ნეტავ მდიდარი ვყოფილიყავი და დაიწყეთ ფიქრი, რომ მდიდარი ვარ. შეწყვიტეთ ისე მოქცევა, როგორც მცდელობის მქონე ადამიანი და დაიწყეთ ისე მოქცევა, როგორც უკვე მიაღწია წარმატებას. შეწყვიტეთ შიშისა და სიმცირისგან არჩევა და დაიწყეთ სიუხვისა და დარწმუნებულობის არჩევა. რადგან როგორც კი ჩათვლით, რომ წარმატება თქვენია, რეალობა უნდა გამოგადგეთ. მესამე ნაბიჯი, იცხოვრეთ ბოლოდან. ნევილ გოდარდის ყველაზე ძლიერი საიდუმლო. იცხოვრეთ ბოლოში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ელოდებით მტკიცებულებებს, ნიშნებს ან დადასტურებას. თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენი მიზანი უკვე შესრულებულია და გადაადგილებულია. მხოლოდ რეალობას მიეცით საშუალება დაეციოს, რადგან რეალობა მხოლოდ თქვენი ვარაუდია, რომელიც გარეთ არის გადმოცემული. აქ არის თქვენი 7-დღიანი ვარაუდის გამოწვევა. მომდევნო კვირისთვის ჩათვალეთ, რომ თქვენი სურვილები უკვე შესრულებულია. იარეთ ისე, თითქოს წარმატება გარანტირებულია. ილაპარაკეთ ისე, თითქოს უკვე მიაღწიეთ წარმატებას. იმოქმედეთ აბსოლუტური დარწმუნებით. როგორც კი თქვენი ვარაუდი შეიცვლება, თქვენს გარშემო ყველაფერი გადალაგდება, რათა შეესაბამებოდეს მას. ასე მუშაობს რეალობა სინამდვილეში. ასე აკეთებენ ამას დიდები. შეწყვიტეთ სურვილი, დაიწყეთ ვარაუდი, რადგან წარმატება არასდროს მისდევს. ვინც მას მისდევს, წარმატება მისდევს მათ, ვინც უკვე არის. და ადამიანების უმეტესობა წარუმატებელია არა იმიტომ, რომ საკმარისად ჭკვიანები არ არიან. არა იმიტომ, რომ საკმარისად არ შრომობენ.
ისინი წარუმატებლები არიან იმიტომ, რომ ემოციურად სუსტები არიან. ისინი გრძნობებს აძლევენ საშუალებას, აკონტროლონ მათი ქმედებები. ისინი შიშს აძლევენ საშუალებას, შეაჩერონ მოქმედება. ისინი უარყოფას აძლევენ საშუალებას, რომ ჩაახშოს მათი თავდაჯერებულობა და სწორედ ამიტომ არიან ისინი ჩიხში. წარმატება არ არის ინტელექტი. საქმე ემოციურ ოსტატობასა და ემოციური ოსტატობის საიდუმლოშია, განშორებაზე და არა სიცივეზე, არა აპათიაზე არ უნდა იფიქრო, რომ არ გაინტერესებს. ნამდვილი ემოციური განშორება სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და ურყევობაა. რაც არ უნდა მოხდეს. ცხოვრება გზას გიხსნის. ასე მოქმედებენ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ადამიანები. ამის ბოლოს თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, როგორ შევერთდეთ მათ. რატომ არის ემოციები თქვენი წარუმატებლობის ნომერ პირველი მიზეზი? ადამიანების უმეტესობა ემოციების მონაა. ისინი წარმატებას წარუმატებლობის შიშით მისდევენ. ისინი ტოქსიკურ ურთიერთობებს ეჭიდებიან, რადგან მარტოობის ეშინიათ. ისინი იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებენ, რადგან გაურკვევლობა აშინებს მათ. ისინი ცხოვრებაში ისე მოძრაობენ, როგორც მარიონეტები, რომლებსაც ყველა ემოცია ატარებენ. მათ არ აქვთ კონტროლი, ძალაუფლება. მაგრამ რა გაიგეს ისტორიის უდიდესმა გონებამ? თუ ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს, ვერასდროს გააკონტროლებ შენს ცხოვრებას. შემოვიდეთ სტოიციზმის, უძველესი ფილოსოფიის, რომელიც შენს შეჩერებას შეუჩერებელს გხდის. სტოიციზმი გვასწავლის ერთ ძლიერ ჭეშმარიტებას. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ის, რაც თქვენს თავს ხდება, მაგრამ ყოველთვის აკონტროლებთ, როგორ რეაგირებთ. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ უარი, ეკონომიკური კრახი, დაბრკოლებები. ცხოვრება თქვენს გზას გიხსნით, მაგრამ შეგიძლიათ გააკონტროლოთ, თუ როგორ რეაგირებთ უარყოფაზე, სად გაპარალიზებთ შიში. თუ წარუმატებლობები გაანადგურებთ ან გააძლიერებთ, ნამდვილი ძალა არ არის ის, რაც თქვენს თავს ხდება, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებთ. და ამ რეაქციის დაუფლება ემოციურ განშორებას ნიშნავს. გაიცანით რიჩარდი. რიჩარდი ემოციებით კონტროლირებადი მეწარმე იყო. ყველა წარუმატებელი გარიგება პირადული ჩანდა. ყველა კრიტიკა დაიმსხვრა. მისი თავდაჯერებულობა, ყველა წარუმატებლობა მას მთლიანად არღვევდა. შემდეგ მან აღმოაჩინა სტოიციზმი. მან გააცნობიერა, რომ ემოციები დროებითია და არა რეალობა. გრძნობებს ძალა არ აქვთ, თუ მათ არ გადასცემთ. ამიტომ მან გადაწყვიტა შეეწყვიტა რეაგირება. აღარ აღიქვამდა წარუმატებლობას პირადად. აღარ ჩავარდნილიყო პანიკაში ყოველი წარუმატებლობის გამო. აღარ მიეცა დროებითი ემოციები, მუდმივი ძალა. და რამდენიმე თვეში რიჩარდი შეუჩერებელი გახდა. ის შიშის გარეშე უფრო დიდ რისკებს იღებდა. ის იღებდა უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს. პანიკის გარეშე ვერაფერი შეარყევდა მას, რადგან საბოლოოდ აკონტროლებდა ემოციებს მათი კონტროლის ნაცვლად. როგორ დაეუფლოთ ემოციურ განცალკევებას და გახდეთ ურყევი. თუ გსურთ ნამდვილი წარმატება, ემოციურად ტყვიაგაუმტარი უნდა გახდეთ. აი როგორ? პირველი ნაბიჯი, 5 წუთის წესი, თქვენ გაქვთ უფლება იგრძნოთ ემოციები, მაგრამ არასოდეს მისცეთ მათ უფლება გაკონტროლონ. როდესაც რაღაც ისე არ მიდის, მიეცით საკუთარ თავს ზუსტად 5 წუთი, 5 წუთი გაბრაზებისთვის, 5 წუთი იმედგაცრუებისთვის, 5 წუთი განაწყენებისთვის. შემდეგ 5 წუთის შემდეგ. თქვენ ჩერდებით, რადგან 5 წუთის შემდეგ თქვენი ემოციები აღარ გეხმარებათ. ისინი გტკენენ, გაჩედავენ, უძლურ და სუსტს გტოვებენ. მეორე ნაბიჯი, მომავლის პერსპექტივის ხრიკი. როდესაც რამე გაღიზიანებთ, დაუყოვნებლივ იკითხეთ, ექნება თუ არა ამას მნიშვნელობა 5 წელიწადში. თუ პასუხი უარყოფითია, მაშინვე გაუშვით ხელი. იმ ყველაფრის უმეტესობა, რაზეც ახლა ნერვიულობთ, ერთ თვეშიც არ იქნება მნიშვნელოვანი, მით უმეტეს 5 წელიწადში. წარმატებული ადამიანები შორდებიან. ისინი ემოციურ ხაფანგებში არ ებმებიან, რადგან იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უაზროა. მესამე ნაბიჯი, რეაგირების არარსებობის გამოწვევა. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ვალდებულება მიიღეთ, რომ არ რეაგირებთ. ვიღაც შეურაცხყოფთ. გაჩუმდით. რაღაც მოულოდნელი მოხდება. ნუ ჩავარდებით პანიკაში. სტრესული ამბები მოდის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ივარჯიშეთ სტაბილურობის შენარჩუნებაში. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რადგან როგორც კი რეაგირებას შეწყვეთ, თქვენს ძალას იბრუნებთ, ურყევი ხდებით. 30 დღიანი სტოიკური გამოწვევა. მომდევნო 30 დღის განმავლობაში დაუნდობლად გამოიყენეთ ეს წესები,
ნულოვანი ემოციური გადაჭარბებული რეაქციები, შეჩერდით, ისუნთქეთ და შემდეგ მშვიდად უპასუხეთ. ნულოვანი წუწუნი, მიიღეთ რეალობა. შემდეგ იმოქმედეთ ნულოვანი დადანაშაულებით. აიღეთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე. ნულოვანი წუხილი იმაზე, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ. დაუღალავად კონცენტრირდით იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რადგან როგორც კი ემოციურ განცალკევებას დაეუფლებით, ვერაფერი შეგაჩერებთ. არც უარყოფა, არც წარუმატებლობა, არც წარუმატებლობა. თქვენ ცხოვრება სრული სიცხადით, შეუდარებელი ძალითა და დაუოკებელი თავდაჯერებულობით გაივლით. ასე ხდებით ძალა. ასე აშენებთ ცხოვრებას თქვენი პირობებით. ასე ხდებით ჭეშმარიტად თავისუფალი. გითხრეს, რომ გაშვება ნიშნავს დანებებას. რომ დანებება ნიშნავს სისუსტეს. მაგრამ აი, ნამდვილი სიმართლე, რომელსაც ისინი არასდროს გეუბნებიან. გაშვება არ ნიშნავს საკუთარი ძალის დათმობას. საქმე ეხება იმის დანებებას, რაც გიშლით ხელს, რათა საბოლოოდ შეძლოთ სრული სისწრაფით წინსვლა. წარმოიდგინეთ, რომ მძიმე ქვებით სავსე ზურგჩანთით დადიხართ. თითოეული ქვა არის წუხილი, ეჭვი, შიში, რომელიც გიშლით ხელს. გაშვება ნიშნავს შიგნით ჩაცდომას. ამ ქვების ამოღებით და გვერდზე გადაგდებით. თქვენ არ კარგავთ ამბიციას. თქვენ ქმნით სივრცეს მისი აფეთქებისთვის. იფიქრეთ თქვენს ოცნებებზე, თქვენს ამბიციებზე. ისინი თქვენი მეგზური ვარსკვლავები არიან, მაგრამ ახლა თქვენი ხედვა დაბინდულია. თქვენ დამძიმებული ხართ ფიქრებით, რომლებიც მხოლოდ თქვენს შეკავებას ემსახურება. ეს წუხილები არ გიცავთ. ისინი განადგურებენ, აღიარეთ ისინი და შემდეგ გაათავისუფლეთ. გაწმინდეთ ნისლი თქვენი ხედვიდან. გაშვება არ აქრობს თქვენს ამბიციას. ის აძლიერებს მას, რადგან ახლა თქვენი სწრაფვა აღარ არის განზავებული შიშით. მოდით, ეს მოქმედებაში გამოვიყენოთ. დაიწყეთ ერთი ჩასუნთქვით. ღრმად ჩაისუნთქეთ, შემოიტანეთ სიცხადე და ძალა თქვენს სხეულში. ამოსუნთქვისას გაუშვით ერთი მძიმე წუხილი, რომელიც გიშლით ხელს. გაიმეორეთ ეს. თითოეული ამოსუნთქვა ქრება. ნეგატივის კიდევ ერთი ნაწილაკი ახლავე გაგიწმენთ გზას წინ. პირდაპირ დაუპირისპირდით თქვენს შიშებს. ისინი უზარმაზარი ჩანან, მაგრამ უფრო ახლოს დააკვირდით. მათი ჩრდილები, ილუზიები, სცენარების პროექციები, რომლებიც შეიძლება არასდროს მოხდეს. ვკითხეთ საკუთარ თავს, საიდან მოდის ეს შიში. კიდევ აქტუალურია. გაათავისუფლეთ იგი. დააკვირდით, რამდენად სწრაფად იბრუნებს თქვენი ამბიციები ძალას. როგორც კი ეს ჩრდილები გაქრება, წარმოიდგინეთ თქვენი ამბიცია ნათლად. დახუჯეთ თვალები. წარმოიდგინეთ თქვენი მიზნები, როგორც ძლიერი ხე. ღრმად ფესვგადგმული და ურყევი. ახლა წარმოიდგინეთ თქვენი ეჭვები, შიშები და წუხილი, როგორც ფხვიერი ქანები ამ ხის გარშემო მიმოფანტული. წარმოიდგინეთ ძლიერი ქარი, რომელიც ამ ქანებს შორს მიაქვს. თქვენი ხე მყისიერად უფრო ძლიერი, მაღალი და ძლიერი ხდება, ვიდრე ოდესმე, რადგან გაშვება არ ნიშნავს ამბიციის დაკარგვას. ეს მის გათავისუფლებას ნიშნავს. წარმოიდგინეთ სპორტსმენი, რომელიც რბოლაში მონაწილეობს. ისინი სირბილის დროს არ ატარებენ მძიმე ტვირთს. ისინი უშვებენ ყველა არასაჭირო ბარგს, რათა უფრო სწრაფად, მსუბუქად და ძლიერად იმოძრაონ. მადლიერება ამას კიდევ უფრო აძლიერებს. შეხედეთ, რამდენად შორს წახვედით უკვე. აღიარეთ თქვენი გამარჯვებები. მადლიერება ამბიციას ამყარებს. ქმნის ურღვევ და შეუჩერებელ საფუძველს. მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი რამ თქვენს კონტროლს მიღმაა. შეწყვიტეთ რეალობასთან ბრძოლა. დაიწყეთ ნაკადის ნდობა. გათავისუფლდით ყველა შედეგის კონტროლის აუცილებლობისგან. ამის ნაცვლად გამოიყენეთ ეს გათავისუფლებული ენერგია მოქმედების, ინოვაციისა და იმპულსისკენ. როდესაც წინააღმდეგობას დანებდებით, შესაძლებლობები ძალისხმევის გარეშე ჩნდება. ახალი გზები იხსნება, გადაწყვეტილებები ნათელი ხდება. თქვენი ამბიცია ხდება მკვეთრი, ზუსტი, შეუჩერებელი. ხელიდან გაშვება არ ასუსტებს ამბიციას. ის ასუფთავებს მას. ის აშორებს არეულობას. ტოვებს სუფთა ფოკუსს, სუფთა მონდომებას, სუფთა ძალას. ეს არ ნიშნავს ნების დაკარგვას. ეს არის მისი ყველაზე ავთენტური, შეუჩერებელი ფორმის პოვნა. გახადეთ ეს ყოველდღიურ პრაქტიკად. ყოველდღე შეამოწმეთ თქვენი ზურგჩანთა. დაუყოვნებლივ მოიშორეთ ნებისმიერი ახალი წუხილი, ეჭვი ან შიში.
შეინარჩუნეთ თქვენი გზა სუფთა, თქვენი ენერგია ძლიერი, თქვენი ამბიცია მძვინვარე. ეს არის თქვენი საიდუმლო იარაღი, ცხოვრება, სადაც თავისუფლად, მსუბუქად მოძრაობთ. ძლიერად ყველაფრისკენ, რაც კი ოდესმე გინდოდათ. ეს ნამდვილი გაშვებაა და ასე ხდებით შეუჩერებელი. მთელი ცხოვრება გასწავლეს, რომ წარმატება მოითხოვს მუდმივ მოქმედებას, მუდმივ სწრაფვას, მუდმივ ბრძოლას. მაგრამ რა მოხდება, თუ მეტის მიღწევის უდიდესი საიდუმლო ნაკლების კეთებაა? ეს არის ვუვეი, უძველესი დაოსური პრინციპი ძალისხმევის გარეშე მოქმედების შესახებ. ვუვეი არ ნიშნავს პასიურობას ან უმოქმედობას. ეს ნიშნავს სამყაროს ბუნებრივ დინებას შეესაბამებოდეს მის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად. წარმოიდგინეთ ძლიერი მდინარე. ადამიანების უმეტესობა ცდილობს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას. თავს იღლის და არსად მიდის. ვუვეი გულისხმობს დინებასთან ერთად შემოbrunებას და დინებას, რათა მიაღწიოს მეტს, გაცილებით ნაკლები ძალისხმევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სტრატეგიული სიმარტივე. იფიქრეთ წყალზე. წყალი ძალისხმევის გარეშე ეგუება ყველა დაბრკოლებას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეუძლია ქვის გამოკვეთა. წყალი არ იბრძვის. ის უბრალოდ წინააღმდეგობის გვერდის ავლით მიედინება. თქვენც გაქვთ ეს ძალა. როგორც კი შეწყვეთ ცხოვრებასთან ბრძოლას და დაიწყებთ მასთან ერთად დინებას, შეხედეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავე. როდესაც რთული ამოცანის წინაშე დგახართ, აიძულებთ გადაწყვეტილებებს, დაუნდობლად ცდილობთ, უშედეგოდ იღლებით, თუ ჩერდებით, უსმენთ და ბუნებრივად უშვებთ გადაწყვეტილებებს, ვუვეი გასწავლით იძულების შეწყვეტას და ნდობის დაწყებას. შეწყვიტეთ ყველა დეტალის ობსესიური კონტროლი. ამის ნაცვლად უკან დაიხიეთ, დააკვირდით ნათლად და მიეცით საშუალება ინტუიციურ გადაწყვეტილებებს გამოჩნდნენ. იფიქრეთ თქვენს ურთიერთობებზე. რამდენად ხშირად ცდილობთ ადამიანების შეცვლას? ვუვეი გვასწავლის მოსმენის, მიღებისა და პატივისცემის ძალას, როდესაც შეწყვეთ სხვების იძულებას და დაიწყებთ მათი ბუნებრივი ნაკადის მიღებას. ურთიერთობები ძალისხმევის გარეშე ღრმავდება. აი, სასტიკი სიმართლე. ყველა სიტუაციას არ სჭირდება თქვენი ჩარევა. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი მოქმედებაა გვერდზე გადგომა და ყველაფრის ბუნებრივად განვითარების ნებართვა. ვუვეი არის ნდობა მოქმედებაში. იმის აღიარება, რომ ცხოვრება ბუნებრივად მიდის ბალანსისკენ. კრეატიულმა ადამიანებმა ეს ინსტინქტურად იციან. დიდი ხელოვნება არასდროს მოდის მკაცრი კონტროლიდან ან ძალდატანებიდან. ის ორგანულად ჩნდება, როდესაც მხატვარი უკან იხევს, ენდობა პროცესს და საშუალებას აძლევს შთაგონებას თავისუფლად იდინოს. ეს არის ძალისხმევის გარეშე მოქმედება მისი ყველაზე სუფთა სახით. აი, როგორ დაიწყოთ ვუვეის პრაქტიკა დღესვე. განსაზღვრეთ თქვენს ცხოვრებაში ის სფეროები, სადაც იბრძვით, აიძულებთ ან იბრძვით. შემდეგ უბრალოდ შეჩერდით, უკან დაიხიეთ და გაათავისუფლეთ შედეგებისადმი თქვენი მჭიდრო დამოკიდებულებისგან. ენდეთ თქვენს ინტუიციას. მიეცით საშუალება გადაწყვეტას ბუნებრივად გამოჩნდეს. ეს მყისიერად არ მოხდება. ეს მოითხოვს მოთმინებას, ყურადღების კონცენტრირებას და თანმიმდევრულ პრაქტიკას, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც წინააღმდეგობას დანებდებით, უფრო ძლიერი, ნათელი და ძლიერი ხდებით. ვუვეი ართმობს მოქმედებას. ეს ნიშნავს ზუსტად ირჩევს, როდის და როგორ იმოქმედოს ზუსტად. ეს ნიშნავს იცოდეთ, როდის იმოძრაოთ და როდის უძრავად დარჩეთ. როდესაც ამას დაიუფლებით, ცხოვრებაში ძალისხმევის გარეშე მადლითა და შეუჩერებელი ძალით გაივლით გზას. ეს უძველესი საიდუმლო არ ეხება სისუსტეს. ეს ეხება თქვენი სრული ძალის გამოყენებას ცხოვრების დინებასთან მუშაობით და არასდროს მის წინააღმდეგ. შეწყვიტეთ ბრძოლა, დაიწყეთ დინება, რადგან იმ მომენტში, როდესაც ამას აკეთებთ, ცხოვრება ხდება მარტივი, ჰარმონიული და ძლიერი წარმოსახვის მიღმა, რადგან თქვენი გონება ძველი სკოლის ენკასეტაა და ახლა თქვენ ისევ და ისევ იმეორებთ ერთსა და იმავე გაცვეთილ სცენებს. წარმოიდგინეთ თქვენი რწმენა, ჩვევები და მოგონებები, როგორც ჩანაწერები, რომლებიც ათწლეულების წინ დაიწყო დაკვრა. ზოგიერთი მათგანი კლასიკურია. თქვენ კვლავ გიყვართ პოზიტიური ხელმძღვანელობა, ზოგი კი მოძველებული რეკლამებია, ხმაურიანი, გამაღიზიანებელი და თქვენი ყოველი ნაბიჯი საბოტაჟის მომგვრელი. და თუ ნამდვილად გსურთ თქვენი ცხოვრების შეცვლა, უბრალოდ არ უნდა შეცვალოთ ჩანაწერი, უნდა გადააგდოთ ფირი და ჩაწეროთ სრულიად ახალი გადაცემა. მაგრამ საქმე არ ეხება მცირე რედაქტირებას ან მცირე კორექტირებას. საქმე თქვენი ვინაობის სრულად შეცვლას ეხება. ისეთი, რომელიც თქვენ აირჩიეთ და არა ისეთი, როგორიც თქვენი მშობლები, მასწავლებლები ან საზოგადოება თქვენი თანხმობის გარეშე გადმოგცემთ.
ახლა კი ისევ სხვის მიერ ჩაწერილ შეთხობინებებს ავრცელებთ. ფულის მართვაში საშინლად ვერ ვძლებ. ურთიერთობები არასდროს გრძელდება. ნამდვილი წარმატება ჩემნაირი ადამიანებისთვის არ არის. ძლებია ამ ძველ გამეორებებს ატარებთ და მათ თქვენი ცხოვრების ყველა სცენას ჩუმად განსაზღვრავთ. პირველი ნაბიჯი არის გამოღვიძება და ამ სცენარების რეალურად აღიარება. სხვისი გამოცდილებით ჩაწერილი მოძველებული პროგრამები. პირდაპირ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ მომცა ეს სცენარი. საერთოდ ვალიდურია თუ ისეთივე მოძველებულია, როგორც 90-იანი წლების სიტკომი. თქვენ უნდა დაუნდობლად დაუპირისპირდეთ თქვენს ძველ სიუჟეტურ ხაზებს, როგორც დასცინოდით თქვენი საშუალო სკოლის წელიწდეულიდან საეჭვო მოდის არჩევანს. როდესაც უფრო ახლოს დააკვირდებით, შემზღუდველი შეხედულებების უმეტესობა მყისიერად იშლება. ახლა დროა ჩანაწერები შეცვალოთ. თქვენ გჭირდებათ ახალი სიუჟეტური ხაზები, რომლებიც შეესაბამება იმას, ვინც სინამდვილეში გსურთ გახდეთ. ფული ადვილად და ბუნებრივად შემოდის ჩემს ცხოვრებაში. მე ვიმსახურებ სიყვარულის ისტორიას, რომელიც დიდხანს გაგრძელდება. წარმატება ჩემი სტანდარტული მდგომარეობაა. მე მას ძალისხმევის გარეშე ვაჩვენებ, მაგრამ ახალი სცენარების გამეორება საკმარისი არ არის. თქვენ გჭირდებათ ემოციური მიმაგრება, მაგალითად, როგორ გაბრუნებთ გარკვეული სიმღერები მყისიერად იმ იდეალურ ზაფხულს. დაფიქრდით ახლავე, ერთ წამზე. თქვენ დაამარცხეთ ყველა დაბრკოლება, როდესაც მიიღეთ თქვენი პირველი შესანიშნავი სამსახური, განცდა, რომელიც გქონდათ უფროსკლასელთა თამაშში გამარჯვების ქულის მოპოვებისას. ან დამოუკიდებლობის ის მოზღვავება, როდესაც პირველ ბინაში გადახვედით. მიამაგრეთ თქვენი ახალი რწმენა ამ მომენტებს ისე ღრმად, რომ ვერაფერი შეარყევს მათ. ვიზუალიზაციაც მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ მომავალში დაბრუნდით. თქვენ მხოლოდ მარტი მაკფლაი ხართ. შემთხვევით უკან დაბრუნების ნაცვლად. თქვენ შეგნებულად გადადგამთ ნაბიჯს წინ, რათა შეხვდეთ თქვენს მომავალ მეს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ნათლად, როგორ ცხოვრობთ თქვენი ოცნების ცხოვრებით, ძლიერი, თავდაჯერებული და წარმატებული. იგრძენით აღფრთოვანება, სიცხადე და სიმშვიდე, რაც მოდის ზუსტად იმის ცოდნით, თუ ვინ ხართ. მაგრამ ნათლად იცოდეთ ეს. თქვენი ვინაობის შეცვლა არ არის გადართვა. ეს ჩვევის ჩამოყალიბებაა. როგორც დილის ხავის რიტუალი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დახვეწე. ძველი სცენარები სასოწარკვეთილად გიბრუნდებათ ხელახლა დაკვრის მცდელობისას, როგორც გაკაცრული ვინილის ფირფიტა. სწორედ მაშინ აორმაგებთ თქვენს ახალ შეხედულებებს, ნათლად და თამამად გამოხატავთ თქვენს ახალ შეხედულებებს. თითქოს ყოველთვის გქონდათ ისინი, სანამ ერთ დღეს ნამდვილად არ შექმნით გარემოს, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენს განვითარებას. გარიბდით მეგობრებით, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს ზრდას და არა იმ ადამიანებით, რომლებიც გაჩედილნი არიან საკუთარი მოძველებული ჩანაწერების ხელახლა დაკვრაში. გააუმჯობესეთ თქვენი გარემო ამ თავისუფალ საზოგადოებაში გაწევრიანებით, რომელიც გაძლევს ძალას, ვინც ხდები, ვინც გიბრუნებს შენს ძველ იდენტობას. დაუყოვნებლივ დააჭირეთ გამორთვას. და ბოლოს გაიგეთ. თუ იდენტობა არ არის ერთჯერადი ცვლილება, სადაც სათვალეს იხსნით, თმას გაისწორებთ და სამყარო მოულოდნელად დაგინახავთ ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხართ. ეს არის მთელი ცხოვრების სერიალი, რომელიც ყოველ სეზონზე ვითარდება. თქვენ უნდა დარჩეთ მოქნილი, დახვეწოთ თქვენი სიუჟეტი, მუდმივად გადაწეროთ თქვენი სცენარები, რათა შეესაბამებოდეს იმას, ვინც გახდით, რადგან ასე საბოლოოდ შედიხართ თქვენივე ცხოვრების რეჟისორის სავარძელში. ასე ხდებით საკუთარი თავის ყველაზე ავთენტური, ძლიერი, შეუჩერებელი ვერსია. და ასე იქმნება ცხოვრება, რომლის ხელახლა ყურებაც ისევ და ისევ ღირს. მთელი ცხოვრება გატყუებდნენ. გაიძულებდნენ გჯეროდეს, რომ ყველა გადაწყვეტილება იდეალური უნდა იყოს. დაპროგრამებული ხარ, რომ შეცდომების გეშინოდეს. თითქოს ისინი ყველაფერს გაანადგურებენ. მაგრამ აი, სასტიკი სიმართლე, რომელიც არასდროს გითხრეს. ცხოვრების სერიოზულად აღქმა სწორედ ის მიზეზია, რის გამოც ჩიხში ხარ. რაც უფრო მაგრად ეჭიდები საქმეს, მით უფრო სწრაფად გარბის ყველაფერი. შედეგებზე ნერვიულობ. გეშინია სხვების, საკუთარი თავის, წარმოსახვითი ანგარიშწორების განსჯის და სწორედ ამიტომ არაფერი იცვლება. პირველი ნაბიჯი, შეწყვიტე კონტროლი. დაიწყე დაშვება. ცხოვრება არ გსჯის. ის გამოცდის შენს უნარს, გაუშვა ხელი. შეხედე შენს ცხოვრებას ახლა. სად აიძულებ ყველაფერს? ფულს, ურთიერთობებს, კარიერას. რაც უფრო მეტად მისდევ, მით უფრო სწრაფად მიდის ყველაფერი. დაფიქრდი. გაიხსენე დრო, როდესაც რაღაც საბოლოოდ დადგა მას შემდეგ,
რაც ასე ძალიან შეწყვიტე ზრუნვა, შენი ენერგია სასოწარკვეთიდან შემსუბუქებაზე, დევნიდან დაშვებაზე გადავიდა. ეს არის უკუღმა კანონი. როგორც კი შეწყვეტ დაჯერას, ყველაფერი შენთან მოდის. მეორე ნაბიჯი, შენს ღირებულებას დაბადებიდანვე არაფერი აქვს საერთო პროდუქტიულობასთან. შენ მანქანასავით გაწვრთნიდნენ. მიიღეთ კარგი შეფასებები, დაემორჩილეთ ავტორიტეტს. იმუშავეთ უფრო მეტად, გააკეთეთ მეტი, არასოდეს ჩავარდეთ. ეს პროგრამა გახვევთ გადაცვისა და თვითგანსჯის დაუსრულებელ ციკლებში. მაგრამ აი, რა გითხრათ? თქვენ არ დაბადებულ ხართ პროდუქტიულობის რობოტად. სცადეთ ეს დაუყოვნებლივ. აირჩიეთ ერთი დღე და არაფერი გააკეთოთ პროდუქტიული. იგრძენით დანაშაულის გრძნობა. ეს თქვენი განპირობებულობაა. ჩამოწერეთ სამი რამ, რაც ნამდვილად გიყვართ საკუთარ თავში და რომელსაც არაფერი აქვს საერთო მიღწევებთან. ნათლად გაიაზრეთ ეს. ძალისხმევის გარეშე წარმატება არ მოდის იმ ადამიანებთან, ვინც ყველაზე მეტად იტანჯება. ეს მოდის იმ ადამიანებთან, ვინც წყვეტს ცხოვრების ასე სერიოზულად აღქმას. მესამე ნაბიჯი, ცხოვრება თამაშია და არა გამოცდა. თქვენი გარე სამყარო ასახავს თქვენს შინაგან შეხედულებებს. თუ ფიქრობთ, რომ ცხოვრება რთულია, ასეც იქნება. თუ გჯერათ, რომ წარმატება ტანჯვას ნიშნავს, თქვენც დაიტანჯებით. თუ მუდმივად განსჯით საკუთარ თავს, სამყარო პირდაპირ განსჯის თქვენ. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენი ცხოვრება მხოლოდ ფილმი იქნება? ეკრანზე დაიყვირებდით და მოითხოვდით, რომ სიუჟეტი თქვენი გზით წასულიყო. თუ უბრალოდ ცნობისმოყვარეობით უყურებდით, რა მოხდება შემდეგ? სცადეთ ეს ძლიერი აზროვნების ცვლილება ერთი დღით. ყველა პრობლემა მხოლოდ სიუჟეტური შემოbrunებაა. ყველა წარუმატებლობა ისტორიის ნაწილია. როდესაც იმედგაცრუება, სიტყვასიტყვით ვთქვათ, საინტერესო შემოbrunებაა. დღეს ვნახოთ, სად წავა ეს. როდესაც მოდუნდები, ცხოვრება მყისიერად შენს სასარგებლოდ იცვლება. მეოთხე ნაბიჯი, მოწესრიგდი. შეწყვიტე ბრძოლა. წარმატება ძალისხმევაში არ არის. ეს მოწესრიგებაშია. შენი ენერგია იზიდავს შენს რეალობას. სასოწარკვეთა გიბიძგებს, სიმარტივე იზიდავს, შეწყვიტე ნივთების დევნა და დაიწყე შენი იმ ვერსიის განსახიერება, ვისაც ეს უკვე აქვს. გინდა ფული? იმოქმედე ფინანსურად თავისუფლად ახლავე. გინდა სიყვარული, თავის სრულყოფილად იგრძნო მარტო. პირველ რიგში, გინდა წარმატება? ენდე პროცესს. შეწყვიტე იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა ვიზუალურად იგრძნო შენი სურვილის ენერგია უკვე შესრულებული. დაივიწყე, როგორ უნდა განასახიერო დარწმუნებულობა. როგორც კი ნივთების დევნას შეწყვეტ, ისინი შენვე მოგდევენ. მეხუთე ნაბიჯი, გადი და გაიცინე. ყველაზე დიდი სიმართლე, არაფერია ისეთი სერიოზული, როგორც ჩანს. რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეს ახლა, 5 წელიწადშიც კი არ იქნება მნიშვნელოვანი. გადი და გაიღიმე. გააცნობიერე, რომ პატარა წერტილი ხარ. უსასრულო სამყაროში. სიცილი ჩვევად აქციე. დასცინე შენს სერიოზულობას. დააკვირდი შენს წუხილს, ისე რომ არ გახდე ისინი. ყოველდღიურად იკითხე, ექნება თუ არა ეს მნიშვნელობა 1 წელიწადში. რადგან სამყარო სტრესს არ აჯილდოებს, არამედ ნდობას. ბოლო ნაბიჯი, გადაწყვიტეთ თამაშის დაწყება. თქვენ არ დაიბადეთ იმისთვის, რომ იყოთ სტრესული მექანიზმის ჯანჯიკი. თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ სრულად, თავისუფლად და სიხარულით განიცადოთ ცხოვრება. როგორც კი ცხოვრებას ცეკვად აღიქვამთ და არა ტესტად, თქვენ ვერ ახერხებთ. ყველაფერი ძალისხმევის გარეშე სწორდება. ასე რომ, აი, თქვენი გამოღვიძების ზარი. ცხოვრება ყოველთვის სახალისო უნდა ყოფილიყო. შეწყვიტეთ ჩახუტება, გაუშვით და ითამაშეთ თამაში, რადგან როგორც კი აკეთებთ, ყველაფერი ძალისხმევის გარეშე თავის ადგილზე დგება. აი, დაფარული სიმართლე. არავინ გეუბნებათ. წარმატება არასდროს ყოფილა ბრძოლა. არსებობს გზა, რომელიც ძალისხმევის გარეშე წარმატებამდე მიგიყვანთ. გზა, სადაც ნაკლებს მუშაობთ, მაგრამ მეტს მიაღწევთ. გზა, სადაც შესაძლებლობები გდევნით და არა პირიქით. ეს არის ყველაზე მცირე წინააღმდეგობის გზა და როგორც კი მასზე გადახვალ, ცხოვრება წყვეტს მუდმივ ბრძოლას და იწყებს ძალისხმევის გარეშე დინებას. ბრძოლის შესახებ სასტიკი სიმართლე, საზოგადოება გეუბნება, რომ ტანჯვა წარმატებას უდრის. ეს დაღლილობა ნიშნავს, რომ სწორად აკეთებ, მაგრამ შეხედე ბუნებას. ხეები არ ცდილობენ ზრდას. მდინარეები არ იბრძვიან დინებისთვის. მზე არ აიძულებს საკუთარ თავს, რომ ანათოს. ყველაფერი ძლიერი მარტივად მოძრაობს.
ახლა შეხედე საკუთარ ცხოვრებას. სად აიძულებ ყველაფერს? სად ებრძვი რეალობას იმის ნაცვლად, რომ მასთან ერთად მიედინებოდე? რადგან სიმართლე თუ რაღაც მუდმივად ბრძოლას ჰგავს, ეს შენი გზა არ არის. ნამდვილი წარმატება არასდროს არის ბრძოლა. ეს არის თანხwebdriver. როგორც კი შეწყვეტ ბრძოლას და დაიწყებ დინებას, წარმატება მისდევს, შენ შეხვდები ეველინს. ეველინმა წლები დახარჯა თავისი ბიზნესის აშენებაზე. ის ყველაზე მეტად შრომობდა. გაუთავებელი გვიანი ღამეები, შაბათ-კვირის გარეშე დასვენება, ურთიერთობებისა და ჯანმრთელობის შეწირვა. მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყველა გარიგება ჩაიშალა. ყველა წამოწყება ჩაიშალა, ყველა ძალისხმევამ დაცალა მისი ენერგია. და ნულოვანი შედეგი მიიღო, სანამ ერთ დღეს ეველინმა საკუთარ თავს ერთი მარტივი კითხვა არ დაუსვა. რა მოხდება თუ წარმატება ასეთი რთული არ უნდა იყოს? ამიტომ მან შეწყვიტა იძულება და დაიწყო დინება. მან მოусმინა ინტუიციას. ხმაურის ნაცვლად, მან შეწყვიტა იმის დევნა, რაც იძულებით ჩანდა. მან მიიღო ის, რაც ბუნებრივად მარტივი იყო. რამდენიმე თვეში ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. კლიენტები ძალისხმევის გარეშე გამოჩნდნენ. მისი ბიზნესი ძალისხმევის გარეშე აფეთქდა. ის ნაკლებს მუშაობდა, მაგრამ მეც შოულობდა. არა იმიტომ, რომ თავი დაანება, არამედ იმიტომ, რომ საბოლოოდ მინიმალური წინააღმდეგობის გზას გაჰყვა. რატომ? ადამიანების უმეტესობა ბრძოლაში რჩება. ადამიანების უმეტესობა ბრძოლაზეა დამოკიდებული. ისინი თვლიან, რომ მარტივი უდრის არასწორს, რთული უდრის სწორად. განჯვა უდრის პროგრესს. და ამ ტოქსიკური რწმენის გამო, ისინი უგულებელყოფენ ბუნებრივი თანხwebdriver's გზას. ისინი აკაკუნებენ ჩაკეტილ კარებზე, ხოლო სწორი კარები ძალისხმევის გარეშე იღება. ისინი ეჭიდებიან სტრატეგიებს, რომლებიც არ მუშაობს და უგულებელყოფენ ბუნებრივად მომდინარე შესაძლებლობებს. მაგრამ როგორც კი ბრძოლას არჩევანად აღიქვამთ, ხვდები, რომ შეგიძლიათ სხვაგვარად აირჩიოთ. შეგიძლიათ აირჩიოთ სიმარტივე, თანხwebdriver და ძალისხმევის გარეშე წარმატება. როგორ უნდა გადადგათ დაუყოვნებლივ მინიმალური წინააღმდეგობის გზაზე. პირველი ნაბიჯი დაადგინეთ, სად აიძულებთ რაღაცეებს. კარგად დააკვირდით თქვენს ცხოვრებას ახლა, სამსახურს, რომელიც გძულთ, მაგრამ უარი თქვით იმ ურთიერთობის დათმობაზე, რომელსაც ეჭიდებით, მაგრამ იცით, რომ ეს არასწორია. თქვენს მიერ გამოყენებული სტრატეგია თქვენს ენერგიას აცლის. თუ ეს მუდმივად ბრძოლას ჰგავს, ეს თქვენი გზა არ არის. მეორე ნაბიჯი, მიჰყევით იმას, რაც მარტივად გეჩვენებათ. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ მიედინება ცხოვრება ბუნებრივად, რომელი აქტივობები მოდის თქვენთვის ადვილად. რაში ხართ ბუნებრივად კარგი? რა მოაქვს შედეგებს მუდმივი სტრესის გარეშე? ეს არის თქვენი ნამდვილი გზა. დაუღალავად მიჰყევით მას. მესამე ნაბიჯი, გაუშვით ის, რაც არ მუშაობს. ადამიანების უმეტესობას ეშინია გაშვების. ფიქრობენ, რომ ეს წარუმატებლობას ნიშნავს, მაგრამ გაშვება არ არის წარუმატებლობა. ეს თავისუფლებაა. თქვენ უნდა გაუშვათ ის, რაც თქვენთვის არ არის განკუთვნილი, რათა ადგილი დაუთმოთ იმას, რაც არის, როდესაც საბოლოოდ დანებდებით ბრძოლას. წარმატება ძალისხმევის გარეშე მოდის თქვენსკენ. თქვენი 7-დღიანი ნაკადის ექსპერიმენტი. შემდეგი 7 დღის განმავლობაში ნულზე გადაერთეთ, იძულებით. თუ რამე არ მუშაობს, შეწყვიტეთ მასთან ბრძოლა. თუ რაღაც ბუნებრივად მიედინება, სრულად დაეყრდენით მას. თუ ერთი კარი იხურება, შეწყვიტეთ კაკუნი. მეორე ფართოდ არის ღია. მინიმალური წინააღმდეგობის გზა არ ნიშნავს პასიურობას. ეს ნიშნავს განზრახ დინებას იქ, სადაც ცხოვრება ისედაც სურს წასვლა. ასე მიაღწევთ მეც ნაკლები მუშაობით. ასე გიპოვით წარმატება ძალისხმევის გარეშე. ასე აძლევთ სამყაროს საშუალებას, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოაწყოს. და ბოლოს აირჩიეთ ნაკადი და არა ძალა. ადამიანები, რომლებიც ბრძოლის რეჟიმში ცხოვრობენ, ყოველდღიურად ირჩევენ მას. ისინი ეჭიდებიან იმას, რაც არ მუშაობს. ისინი ებრძვიან ბუნებრივ თანმიმდევრობას. ისინი უარს ამბობენ დაიჯერონ, რომ წარმატება შეიძლება ადვილი იყოს. მაგრამ ჭეშმარიტად წარმატებულები სხვაგვარად ირჩევენ. ისინი უშვებენ ბრძოლას. ისინი ენდობიან ბუნებრივ დინებას. ისინი თვლიან, რომ ის, რაც მათთვისაა განკუთვნილი, ძალისხმევის გარეშე ვითარდება. და ამის გამო, ისინი უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას. ისინი აღწევენ მეც დაღლილობის გარეშე. ისინი ცხოვრობენ ნაკადში და არა ხახუნში. წარმატება არასდროს ყოფილა ომი.
ის ყოველთვის ცეკვა უნდა ყოფილიყო. იმ მომენტში, როდესაც ბრძოლას შეწყვეტ, ცხოვრება იწყებს დინებას. სიმართლე შენს წინაშეა. ახლა არჩევანი შენზეა. შეგიძლია დაუბრუნდე დევნას, იძულებას და ბრძოლას იმ იმედით, რომ ოდესმე წარმატება ჯადოსნურად გამოჩნდება. ან შეგიძლია სრულიად სხვა რეალობაში შეხვიდე. რეალობა, სადაც წარმატება გდევნის, რეალობა, სადაც ძალისხმევის გარეშე იზიდავ, რეალობა, სადაც რეაგირებას წყვეტ და შენი პირობებით იწყებ ცხოვრების შექმნას. აი, რას ვერასდროს ხვდებიან ადამიანების უმეტესობა. სამყარო არასდროს მუშაობდა შენს წინააღმდეგ. ის ყოველთვის ასახავდა იმას, ვინც გჯეროდა რომ იყავი, მაგრამ ახლა გასაღები შენ გიჭირავს. შენ ზუსტად იცი, როგორ შეწყვიტო დევნა და დაიწყო მიღება. ზუსტად იცი, როგორ გადააპროგრამო შენი ქვეცნობიერი ძალისხმევის გარეშე წარმატების მისაღწევად. ზუსტად იცი, როგორ აკონტროლო შენი ემოციები და გაიარო ცხოვრება. ურყევად. ზუსტად იცი, როგორ მიედინო ცხოვრებასთან ერთად, მუდმივი ბრძოლის ნაცვლად. შენი 7 დღიანი გამოწვევაა, გააკეთე ეს ან სამუდამოდ დარჩი ჩარჩენილი. შემდეგი 7 დღის განმავლობაში იცხოვრე ისე, თითქოს უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გინდა. არანაირი იძულება, არანაირი სასოწარკვეთა, არანაირი ყოხმანი. ამის ნაცვლად იარეთ, ილაპარაკეთ და მოიქეცით ისე, თითქოს წარმატება უკვე თქვენია. მიიღეთ ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტური დარწმუნებულობით და არა შიშით. მიატოვეთ ყველაფერი, რაც არ შეესაბამება თქვენს ხედვას. მყისიერად განეშორეთ შედეგებს და სრულად ენდეთ თქვენს ახალ იდენტობას. უპრობლემოდ იარეთ ცხოვრებაში მინიმალური წინააღმდეგობის გზით, რადგან როგორც კი გახდებით ადამიანი, რომელსაც ეს უკვე აქვს, სამყაროს არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მოგაწოდოთ იგი. ჩაუღრმავდით, გახსენით ჭეშმარიტების შემდეგი დონე. ამის ცოდნა არაფერს ცვლის, თუ არ იცხოვრებთ. თუ მზად ხართ უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ დამალულ ჭეშმარიტებებს აღმოაჩინოთ. ადამიანების უმეტესობა ვერასდროს გაიგებს. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ ას. უფრო მეტიც, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაწკაპუნება, რათა არ გამოტოვოთ სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.